გოგებაშვილის ქუჩის მოსახლეობას როგორც თავად ამბობენ, ცხოვრება მძიმე პირობებში უწევთ. გზა, წყალი, კანალიზაცია მათთვის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. გჭირდება აუცილებლად წყალი, რომელიც გააკეთეს, გაიყვანეს მილები და გამომხმარია წვეთი წყალი არ გატარებულა ჯერში და გჭირდება გზა, იმიტომ რომ იმ მილების გათხრის შედეგად მოსწეს ასფალტი. სანიაღვრე გზა. არც სანიაღვრე სისტემა არ აგვაქვს და პლუს ამას ბავშვობიდან ვცხოვრობ ამ სახლში, ჩემ ხელში აშენებული სახლია და ჩემ ქუჩაზე გავიზარდე, არ აგვაქვს კანალიზაციის სისტემა, რომ ნარეცხი წყალი გაუშვათ სადმე ხალხმა. არ ვიცი, საერთოდ რა ეშველება ამ არ ვიცი. არ ვიცი. ყველა ჩემ მეზობელს აწუხებს ეს ამბავი. ხოვთ ყველა ვითხოვთ წყალს, გზას და სანიაღვრეებს. კანალიზაციაზე რომ ვილაპარაკოთ აზრი არ აქვს. მე მგონია რომ არავინ არ არის მაგის გამკეთებელი, მაგრამ ვინც რამდენიც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, არავის არ გვაქვს აქ. ეს გზა არის დამაკავშირებელი სოფლებთან ზემოთ. პლუს დარბაზი გვაქვს, პლუს სასაფლაოა, სასაფლაოს ქვების ცეხია, ყველაფერი ამ ქუჩიდან გადადის. და ეს ერთი ქუჩა არის დატოვებული მარტო, ყველა ქუჩები გაკეთებულია. მარტო ჩვენი ქუჩა არის დარჩენილი. ყველაზე მთავარი ქუჩა. ყველა მიკეთილი ინებოდა გააკეთონ. თუ არა იქ ჩამოვალთ და დავჯდებით სულ ყველა მერიაში. 21 საუკუნეში ალბათ არ უნდა ქონდეს გზაზე და წყალზე საუბარი. ახლა მანქანი რამდენი უნდა ვწიგოთ? კაი დასალოთ და ტაჯგით. და ახლა მოსაწესრიგებლად თავისთვის, ფეხისთვის, ხორციცხეებია და ჩვენ ადგილზე რომ თავრობა 10 წუთით რო იმყოფოს, თავი ალბათ საშინელება იქნება უწყლოდ, როგორც ჰიგიენური დაბანვა გინდა, სარეცხის და რაღაცა ქალური და ოჯახში წყალი ჩილდება. ეს გაუსაზღვრო მდგომარეობა გვაქვს ჩვენ გოგებაშვილის ქუჩაზე და თხოვნით, მოთხოვნით, რა ვიცი, რა უნდა ვქნათ, ალბათ უნდა გავიკეთოს, იმიტომ მოთხოვნა არის ეს და ჯერ იმხელა ქუჩა არის, სასაფლაო გვაქვს, ცენტრალური სასაფლაოა, ეკლესია გვაქვს, დარბაზი გვაქვს. წყლის პრობლემა არის უპირველესი რა, წყლები მოიყვანეს, შლანგები ჩაყრილია ყველაფერი, მაგრამ არ ჩაირთოდა ეხა 40 გრადუს სიცხეში რომ დასაბანი წყალი არ გექნება თან ბავშვიანი როცა ხარ და ბავშვის რო არ იყოს საშინელი მდგომარეობა რა სიცხეა ძალიან და ვერ ბანაობ დასალევი წყალი რომ უნდა მოიტანო დასაბანი წყალი უნდა მოიტანო და რამდენი გეყოფა ხო პატარა ბავშვი როცა ხარ და ეხა ჭებიც აქვს მაგრამ ნუ ამ პერიოდში წყალი ჭას დამშრალია ჭას არ არის და გზაც ეხა რა გზაზეც შემოხვედით როგორ შეიძლება ცენტრალური გზიდან გადმოსასვლელი იყოს ასეთ მდგომარეობაში ამავე ქუჩაზე ცხოვრობს ასევე ოჯახი, რომელსაც აღნიშნული პრობლემის გარდა არც ბუნებრივი აერით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს და დახმარებას ამ ხრივაც ითხოვს. აკეთებდნენ, მოიყვანეს შუაგზაში და იქით მარტო ერთი გლეხი ცხოვრობდა, იქაო სხვა ტრუბა უნდა, რომ უნდა ის ტრუბა თავრობამ მიმიყვანოს იმ ჭიშკრამდე. ჭიშკრის იქ მე ვიხდი მე. ეს 400 ლარი ვეღარ გადავიხადე, პენსიონერი ვარ. ვეღარ გადავიხადე ეს 400 ლარი. ეს გზები გააკეთონ, იქ მე გამიკეთეს გზა, მაგრამ ეს სულ არ წყალი მეტი რაც ყველას ის მაგ მაგრამ ამათ გაზი აქვს მე არა მაქვს წლებია ბალონზე ვარ იმიტომ რომ ვეღარ ბევრჯერ დავწერე განმარტების განცხადება ორჯერ დავწერე უკვე ის ტრუბა არ გამიკეთეს და კევა არის მე ვერ ვიყიდე ეს 400 ლარი მე ვერ მივეცი უნდა გააკეთონ 35 მიანი და 24-იანს გაიკეთებთო კი მეუნებიან 24-იანი ერთ წელიწად ჩავტავდა ამ ხელა ორსართულიანი სახლი რომ აქ იმას გათბობა ხო უნდა ზამთარში მოსახლეობის პრობლემებს ისმენ და ლეიბორისტული პარტიის ესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე თავისი პოზიცია კახა კვერეხაძემ სპექტრთანაც დააფიქსირა. რამოდენიმე წელია მარტო ამ ქუჩის პრობლემა კი არ არის გოგებაშვილის ქუჩის პრობლემა არის და მთელი ესტაფონის პრობლემა არის აი ეს გზა რომელი გზაც თვითონ აქ ადგილობრივი მაცხოვრებლები შეკრებილები არიან გარკვეული მასა არის შეკრებილი მაგრამ ბევრი კიდევ სამუშაოზეა გასული და ვერ მოვიდნენ მე ამ ხალხმა მთხოვეს გვერდით დავდგომოდი და აი ამათი გულისტკივილი გამეზიარებინა და მიმეტანა აი იმასაც როცა ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება მოკალათებული არის გრილად კონდიციონერ კაბინეტებს გარეთ არ გამოდიან მე არავითარ საარჩევნო კამპანიას არ ვაწარმოებ ჩემი პარტია საერთოდ არ ღებულობს ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში მე უბრალოდ უდგავარ ამ ხალხს გვერდით ამ ხალხმა მთხოვეს და გავაკეთოთ ის რაც არის გასაკეთებელი აი ამ უგნურ ხელისუფლებას რომელმაც ნეპოტიზმის ჭაობში არის ჩაფრული და არაფერს არ აკეთებენ და ტენდერები და იმას ივიცით როგორ არის და ეს ერთი ქუჩის გაკეთება რა გახდა როცა აი ჩხეიძის ქუჩის შემოსასვლელიდან ტეთამდე რომ ნორმალურად მიცვალებული ვეღარ მიგვისვენებია და ბავშვები ვერ გამოსვლენ ქუჩაში მტვერში და ნაგავში იხჩობიან
აღნიშნული პრობლემების თაობაზე ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს მივაკითხეთ. მოგვცეს წერილობითი პასუხი, სადაც ხაზგასმულია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს 24 საათიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის სამუშაოებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქსელის მოწყობის სამუშაოებმა დააზიანა საავტომობილო გზები, მათ შორის გოგებაშვილის ქუჩაზეც. ამ ეტაპზე მიღებული ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მერია საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაციას ამზადებს, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში დაიწყება ქუჩის რეაბილიტაციის პროცესიც.